ქუთაისში ნიკიას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ მეგატივს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება. სწორედ ამ პროცესს უკავშირდება ბოლო დღეებში გავრცელებული მძაფრი უსიამოვნო სუნი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა დისკომფორტზე საუბრობს. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია მეგატივის კითხვებზე გამოგზავნილ პასუხში წერს, მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაცია 4 თვეს გასტანს, მოსახლეობისათვის ყველაზე შემაწუხებელი ეტაპი თვის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ სამუშაოები გაგრძელდება, თუმცა მათივე მტკიცებით დამატებით დისკომფორტს აღარ შექმნის. კომპანია განმარტავს, რა ტიპისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ეგრეთ წოდებულ ნიკიას ნაგავსაყრელზე და რა რისკები შეიძლებოდა შეექმნა პროცესის გადავადებას. კომპანიის განმარტებით მიმდინარე სამუშაოების მიზანი ნაგავსაყრელის უსაფრთხო ექსპლუატაციის გაგრძელება და გარემოზე ზემოქმედების შემცირება. მათი თქმით, რეაბილიტაციის გარეშე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდებოდა. უსიამოვნო სუნის გავრცელების მიზეზს წარმოადგენს ნიკიას ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს უშუალოდ ნარჩენების განთავსების უჯრედის ზედაპირის სისწორეში მოყვანას, ფორმირებას და მის გადაფარვას საიზოლაციო მასალით. იმისათვის, რომ სუნის გავრცელება მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული ზედაპირის გასწორების შემდეგ, მიმდინარეობს ფრაგმენტული გადაფარვა, თუმცა აღნიშნული პროცესი არ იძლევა უსიამოვნო სუნის სრულად შეკავების შესაძლებლობას. სამშენებლო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 11 მაისს. მშენებელი კომპანიის ობიექტზე შესვლა განხორციელდა იმავე დღეს. რეაბილიტაციის პერიოდი მოიცავს 4 თვეს. პირველი ეტაპი გულისხმობს პოლიგონის ფორმირებასა და საიზოლაციო ფენით გადაფარვას, რაც იწვევს არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. აღნიშნული პროცესი დასრულდება მიმდინარე თვის ბოლოს, რაც შექმნილ დისკომფორტს აღმოფხრის. შემდგომი ეტაპის სამუშაოები მოსახლეობისათვის დისკომფორტის შემქმნელი აღარ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კი ნაგავსაყრელს არ ჩაუტარდება საჭირო სამუშაოები, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტისთვის გაცილებით მძიმე შედეგები ნარჩენების მართვის კუთხით. ნათქვამია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ მეგატივისთვის მოწერილ წერილში. მეგატივი ასევე დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ნაგავსაყრელის მართვის მიმდინარე პროცესი გარემოს დაცვის და სანიტარულ ნორმებს, განსაკუთრებით უსიამოვნო სუნის კონტროლის მიმართულებით. ჩატარდა თუ არა ჰაერის ხარისხის ემისიების მონიტორინგი ნიკიას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე და რა შედეგები აჩვენა. მაქსიმალურად დაცულია სანიტარული და გარემოს დაცვითი ნორმები, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი თავისი შინაარსით წარმოადგენს გარკვეული სახის დისკომფორტის შექმნის საფუძველს, რაც ძირითადად უსიამოვნო სუნის გავრცელებას უკავშირდება. რეგულარულად ტარდება როგორც ჰაერის, ასევე წყლის ხარისხის კონტროლი, რომელიც ნაგავსაყრელის ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ყოველთვის შეესაბამება ნორმებს. ნათქვამია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ მეგატივისთვის მოწერილ წერილში. მაშინ, როცა მოსახლეობა არსებული პრობლემის მოგვარებას წლებია ელოდება, მეგატივი დაინტერესდა, რა ეტაპზეა ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელის მოწყობის დაპირება, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს გასცა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი ჯერ კიდევ დაგეგმვის ეტაპზეა. ახალი ნაგავსაყრელის ოპერირებისათვის მზადყოფნა კი 2030 წლისთვის არის ნავარაუდები. დღეისათვის მიმდინარეობს ნარჩენების განთავსების თანამედროვე ტიპის ახალი ობიექტის მოსაწყობად ტერიტორიის შერჩევა, რისთვისაც აუცილებელია სხვადასხვა კვლევების ჩატარება. კვლევის შედეგების საფუძველზე დაიწყება საპროექტო სამუშაოები. აღნიშნული პროექტი განხორციელდება 3 წლის განმავლობაში. 2026 წელს დაგეგმილია საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება, რომელიც ჩაატარებს კვლევებს და მოამზადებს პროექტს, რასაც დასჭირდება დაახლოებით 1 წელი. 2028-2029 წლები იქნება ობიექტის მშენებლობის პერიოდი. 2030 წლისთვის თანამედროვე ტიპის ობიექტი მზად იქნება ოპერირებისათვის. ამასთან ობიექტი აშენდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და გათვალისწინებული იქნება გადამუშავების კომპონენტი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს განსათავსებელი ნარჩენების რაოდენობას. განუცხადეს მეგატივს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში.
ნიკიას ნაგავსაყრელი მრავალი წერია პრობლემაა მოსახლეობისათვის. ამ უბნის მაცხოვრებლები ნარჩენებისაგან წარმოქმნილ უსიამოვნო სუნზე წლებია საუბრობენ. ამბობენ, რომ სუნი დაკეტილ ფანჯრებშიც აღწევს, რაც ცხოვრებას აუტანელს ხდის. საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებმა წლების განმავლობაში არაერთი აქცია გამართეს და ნაგავსაყრელის დახურვა არაერთხელ მოითხოვეს. ნიკიას ნაგავსაყრელის დახურვის დაპირებიდან 12 წელია გასული, მაგრამ ახალი ნაგავსაყრელი დღემდე არ აშენებულა. მეტიც, ჯერ ადგილიც არ არის შერჩეული, სადაც ახალ პოლიგონს მოაწყობენ.